Სახთავს გავს, სახლის წინ გავს, გალბატონო, რა გინდა? რატო, მე არ მაქვს არავითარ. სახლის კითხვა არ შეიძლება დაგისვა? არა, არ მაქვს, თქვენთან უფლება. სამსახურში ვერ გნახავთ? სამსახურში ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ მე ვემსახურები ქვეყანას და ბიჭები მყავს გასაწვევი, რომელიც არიან და თქვენთან არ მაინტერესებს არანაირ ინტერვიუს. კარგად ზამდებოდეთ რა. ჩააწევი ბიჭო კამერაზე. ნუ ეჭხუბებით კამერის გადაღების უფლება აქვს. ხომ იცით რა აქვს ამის უფლება? არ მაქვს თქვენთან ინტერვიუს მოცემის უფლება და არ მაქვს. უფლება კი არა, მე არ მაქვს სურვილი. არავითარი უფლება, სურვილი არ. თქვენ საჯარო ფიგურა ხართ და ვალდებული გაქვთ კომენტარი გაქვთ. რა გნებავთ? უფლება არ მაქვს რომ მე ჩემ უბანში ვიყო? არ ნერვიულობ, გელაპარაკებით. თქვენ ხართ შანტაჟზე. და ხართ პროვოკატორები. არ ყოფილა. თქვენი მანქანა. არა. არ ყოფილა. ვინ დაგირეკა? არა, არც არ მოვდიო. რა უფლები დაულები წამოდით ხო? თქვენ არც პირადად მე საერთოდ შეუძლია. იცივლებს რა მე პირადად. ვინ მოგცათ ინფორმაცია მითხარით? დავისახელე სახელი და გვარი. სახელი და გვარი დავასახელეთ, ვინ მოგცათ ინფორმაცია? მორჩაგინა. მასმედია ხოხარ თავისუფალი. დაი ნუმერი. მითხარი, ვინ მოგცათ ინფორმაცია? რატო არ გაქვს უფლება? უფლება რატო არ გაქვს? ქუჩაში დადგომის უფლება მომეცით ხო? კიდე ერთხელ გეუნები. თუ ხარ ჟურნალისტი, ქუჩაში დადგომის უფლება მომეცით ხო? შენ გეუნები პირადად. ვიჯო, ქუჩაში. და ქუჩაში ხარ, სახლის წინ გავარ და სადაც დავდივარ დავძევ ყველგან. უნამუსოები ხართ ბიჭო. დაჯექნი გორდა. რაგი მივდივართ ახლა ხო ვიღებ. დამშვიდი, არ გადახვიდე მანქანიდან დამშვიდი. რატო დავარ? რა ინფორმაცია? ხელი შეუშალე ანტენების დაკეტა. დამშვიდი. ხელი შეუშალე რამეს? თუ რა გინდა? არა გაქვთ უფლება საქმეს ურჩევდეთ, მოუკეტეთ ვარები და წავედით. ეიდან, უი. რა გინდა თუ გეუნები? მოკეტეთ გარები. მე არ მაქვს რო ქუჩაში გამოვხუდა. ბაში, დამშვიდი. რატო ამოვარდით ასე აბა ოპერატიულად რა გინდა? თუ მაგას მიხედეთ და რატო მოხვედი? მაგ თემაზე რომ ვინ ეხმარა. არავითარ შემთხვევაში ჩაწერე. აი ადამიანი. შე რა გენა? ჩამოდით ის გამეცი პასუხი. არ გადახვიდე, დამშვიდი, დაჯექნი. ჩამწერეთ ბაი. რატო ამოხვედი ამ თუჩი ახლა? ჩართულია. ხო და იყოს, გადი. რატო ამოხვედი თუბაში? პასუხი გამეცი, რატო ამოვდი ხარ? ჩვენ უბანში და რა გინდათ თქვენ ეს ყველასია ეს უბანი, ხალხი თქვენი არ არის. მე რატო დაგზავნა? თქვენ არ დაგზავთ, ვინ გითხრათ რომ თქვენ დაგზავთ? აბა ჩემთან მოხვედით რომ ინტერვიუ მომეციო. კი, რა გინებავთ? მითხარით. კითხვა მქონდა რა? მითხარით, აი გახსენთ პასუხს, მითხარით. ბაბუაშენის სახთან მოდიხარ და მეჩხუბები, ვინ კითხავს? სენ პასუხს მითხარით. ბაბუაშენის სახთან. სენ პასუხს, სენ ხო მაგ კარგად ჩართე, კარგად მომაჩვენე და სენ პასუხს. ხო, მე აი მითხარ, რა კითხვა გაქვს? გლობალ ტივთან დაკავშირებით, უშლით თუ არა ხელს არავითარ შემთხვევაში ერთი ადამიანი დამისახელეთ ახლა ხო ამოხვედით თქვენ და ხო მიიღებთ ამ წუთში და ხო აფიქსირებთ ერთი პიროვნება დამაპირისპირეთ ამ წუთში თუ მე ვინმეს ხელი შეუშალე თუ არა წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არა არავითარ ბატონო ვალერი არ უნდა მაგას ბატონო ვალერი შეიტან ცარჩელს რა თქმა უნდა იმიტომ რომ თქვენ დადიხართ ზეგავლენას ახდენთ უკვე მოსახლეობაზე იმიტომ რომ დაბრძანდებით მეეცხლი არხის წარმომადგენლები და თუ კი ვინმე გამოხატა განსხვავებული აზრი რომ მე არ მსურს ამ ანტენის დაყენება მოდიხარ ტელევიზიით და იღებთ მას და მე პირადად როგორც ვალერი თელია ერთი პიროვნება დამისახელეთ ვინც ამ უბანში მე შეუშალე ხელი ან დადგმაში ან მოტაში ან ისე შეურაცხყოფა მივაყენე თაგერ მოსახლესთან ვაყენებთ ანტენებს გამოიარეს BMW-ს მარკის მოდელი მანქანით შემოიხედე შიგნით ვინ ხართ სადაურები ხართოშ მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა გვაგინეს ყველა ჩვენთანაც ხელოსანი ვინც ვიყავით მანქანებს დაგიმტვრევთო აქ აღარ დაგინახოთ აახვიეთ თორე ჩაგცხრილავთ უყველასო და ესეთი რაღაცა და გაიქცეთ წავიდნენ იქ ერთ-ერთი იყო ვალერი თელია ზესტაფონის კომისარი მეორე მათგანი იყო გამგეობის წარმომადგენელი დატოვეთ სოფელი სიდან ხართ მე უთხარი საჩხერედან ვარ რა გინდა მე აქ რისთვის ხარ ჩამოთრეული მე უთხარი ოჯახი მყავს სოლშვილი უნდა ვარჩინოთ 100 ლარში უნდა გაყიდო შენი ოჯახიო შენი პუტინის გამოგზანილი დედაცვას შვიდათ მიპასუხეთ რატომ მიყვირი აი გამოვიდა ყელში იმიტომ რომ უკვე ზღუდავ ისი ჩანაწერები შევძანდით ინფო 9 ხალხი ინტერვიუს იძლევა რომ აქ იყო ვალერი თელია და დაგვიშალა რა დავიმკიცე რატომ აყენებ შეურაცხყოფას შევძანდით საიტზე და ნახეთ ვინ მოგცათ მაგისის არის გლობალ ტივის წარმომადგენელი რა გლობალ ტივის წარმომადგენელი მოსახლეობის არა ვარ გლობალ ტივის გეუნებით თქვენ მე მომაყენეთ სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფა გცემეთ? დიახ, თქვენ მე მცემეთ. მოგერიეთ? კი, მომერიეთ.
დიახ, ამ წუთში მე მაქვს ტანზე ფიზიკური დაზიანებები, რომელიც მომაყენეთ თქვენ. და თუ კი თქვენ მე ფაქტს დამიჭერთ იმაზე, რომელი ფაქტიც არ არსებობს, რომ მე ვისმეს უზღუდავ, მე ვაგებ პასუხს. თუ არა, თქვენ აუცილებლად ხალბატონო ეკა ჟურნალისტო, რომელიც ემსახურებით იმას, რომელსაც ქვია ქვეყნის დაქცევა და დაღუპვა. აი მე პირადად თქვენ გიჩივლებ. ხალბატონო ეკა თქვენი გვარი? დუგლაძე შეგიძლიათ? ხალბატონო ეკა დუგლაძე და ხალბატონო ბატონო თქვენ რა გქვიათ? შოთა ფერაძე. შოთნე ფერაძე, ხო? შოთნე ფერაძე. დიახ, მე მგონი შოთნე ფერაძე ხარ უფრო. როდის მოვცემ თავისუფლად გადაადგილების უფლებას? სადაც კი მივედით, მერაბიშვილი ჩამოვიდა, შენიყავი? როდის მოვცემ შაშკინი ამოვიდა, შენიყავი. მე ვიყავი? მერაბიშვილი ჩამოვიდა, იყავი? დიახ, დავხვდი ბატონ მინისტრი. შაშკინი რო ჩამოვიდა, სად იყავი? რა ვზანებ, თქვენ შემოგევლეთ. მე სამსახურებლად მევალებოდა, რომ მე შეხვედრილი ყავი ბატონ მინისტრს, განათლების მინისტრს, იმიტომ რომ ორი შვილი მეზდება, ერთი ბაღის მოსავლეა, მეორე სკოლის მოსავლეა და მაინტერესებდა რომ მევალებოდა სამსახურებლად. მაინტერესებდა რომ ჩემი შვილის მომავალი როგორ არის განათლების მხრივ. გადი დაურეკე. გადი თქო რომ მეუნები დაურეკე. ვისთვის არ დამიწყია რა ვისთვის? ამ წუთას ხო და არ დამიწყია, რატო? ნუ შენ ვისაგი